ეს იქნება ყველაზე გიჟური რამ, რაც ოდესმე მიჭამია. ასე რომ ბიჭებო, ჩვენ ახლახან დავეშვით წყნარი ოკეანის კუნძულებზე და აქ საოცარია და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ თვითონ დავიჭერთ საჭმელს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ბიჭებო. ჩვენ შევხვდებით ადგილობრივებს კუნძულზე, რომ ნახოთ, როგორ იჭერენ და ამზადებენ აქ საჭმელს. ჩვენ ვართ ერთ-ერთ ყველაზე შორეულ და ლამაზ ადგილას დედამიწაზე. და ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ. და იმედი მაქვს გიჩვენებთ რაღაცა გიჟურ სამზარეულო ტექნიკებს. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ საინტერესო ცხოველების დაჭერას. მინდა გაჩვენოთ, რა გვაქვს ზუგჩანთაში პირველი დღისათვის და დავიწყოთ ამ სანაპიროს შესწავლა. აქ გვაქვს მაჩეტე, თელიკამერის აღჭურვილობა და ძირითადად მხოლოდ ყველაზე ელემენტარული იარაღები გვაქვს. დღევანდელი დღისთვის მხოლოდ აუცილებელ მინიმუმს გამოვიყენებთ, რომ ვეცადოთ საჭმლის დაჭერა. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ ვისწავლო, როგორ ცხოვრობენ აქ. დავიჭიროთ ჩვენი საკვები, გადავჭეთ და ბიჭებთან ერთად გავერთოთ. პირველი დღე ადგილობრივების პატივისცემის მოპოვებას ეძღვნება. სანამ საბოლოო გამოწვევას მივიღებთ, მინდა გაჩვენოთ, როგორ მუშაობს ჩვენი იარაღი. დაუშვათ, ეს თევზია. ჩვენ ვიქნებით ოკეანის ფსკერზე და ვეცდებით მივეპაროთ. სულელივით გამოვიყურები. დავიფარე ნიღაბი და იმედი მაქვს, თევზს ვიპოვით. და ბუმ! ვაუ! ასე მოვიპოვებთ საჭმელს. ძმაო, დღეს მზად ვართ, გვაქვს ჩვენი დიდი, ძველი დანა. იმედი მაქვს, დღეს ნამდვილ მონსტრს დავიჭერთ. ხელის შუბით. აქ სანაპიროზე ბევრი რამაა, რისი გამოყენებაც შეგვიძლია, ბიჭებო. აქვე გვაქვს ბევრი შეშა და ძველი ქოქოსები. შეხედე ამ სანაპიროს, ძმაო, რა ულამაზესია. ყველგან პალმის ხეებია, იქ კი ბროლის სუფთა წყალია. და გითხრათ რა, ბიჭებო, აქ ამინდი ისეთივე პროგნოზირებადია, როგორც ოხერი ლატარია. არანაირი წარმოდგენა არ გაქვს, მოიგებ თუ არა, მაგრამ დიდი შანსია, ცოტა მოგვიანებით წვიმა დაგვიწყოს. აქ კუნძულებზე ადგილობრივები ყველაფერს იყენებენ, რაც გარშემო აქვთ. ასე რომ დარწმუნდით, რომ აქ დარჩებით, რადგან შეგვირდებით ბიჭებო, რომ ძალიან გემრიელ კერძებს მოამზადებთ. თუ რამეს დავიჭერთ საჭმელად. რასაც ახლა ვეძებ, იქა იმ ოკეანეში ბიჭებო, რიფში დიდი არხებია და ყველა თევზი სწორედ ამ არხებში მოდის, იმიტომ რომ სწორედ იქ არის აკაფებული წყალი. და აკაფებული წყალი ის ადგილია, სადაც სათხუარა თევზები ვერ ხედავენ სად მიდიან, სათხუარა ბრმა და სწორედ იქ იკვებებიან. ვიმედოვნებ, ერთ-ერთ ასეთ არხში შევცურავთ და დიდ თევზს დავიჭერთ. ეს ქოქოსები უნდა ავიღოთ, რადგან ახლა ისე ვიწურები, როგორც ძაღლი ჩინურ რესტორანში. ღმერთო, რა სიცხეა, უი! რამდენიმე ამ ქოქოს ავიღებთ, ბევრი დაგჭირდება მოგვიანებით საჭმლის მოსამზადებლად, ის უკვე წავიდა პაკეტში. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ნახეთ, ეს ლობსტორის ნაჭერია, ეს კარგი ნიშანია, იქნებ შევძლოთ და შუბით დავიჭიროთ, ეს ძალიან მამხნევებს. ცოტა ამბზით წავიდეთ ბიჭებო, იქ საოცრად გამოიყურება. ვაჰაჰა! ეს სიგიჟეა კაცო, ერთ-ერთი ადგილობრივი ბიჭი უნდა შემხვდეს აქ ცოტა მოგვიანებით და უთხარი რომ თევზს მოუტანდი. მართლა საკუთარ თავზე ვდები მეც რომ როგორმე თევზს დავიჭერ. ბიჭებო, თუ ამ სანაპიროზე ამ ზის ქვეშ სიარულს გავაგზელებ, პირდაპირ დავდნები. ფიქრობ უნდა მოვემზადოთ, ავიღოთ შუბი და დავიწყოთ რამდენიმე თევზის დაჭერა იმ ბროლივით სუფთა წყალში. ოკეანე ჩემს სახელს იძახის. დროა მოვემზადოთ ბიჭებო, რადგან იქ ვცურავთ. ჩვენ კონკრეტულ სახეობის თევზზე ვნადირობთ. ვეძებთ ისეთ თევზს, რომელსაც აქვს ლამაზი, სუფთა, თეთრი ხორცი და ისეთ რამეს, რასაც დავჭრით და საოცრად ლამაზად გადაიქცევა. ზოგიერთი სახეობის თევზს განსხვავებული გემო აქვს, რა თქმა უნდა, და მათ, ვისაც ხორცში ბევრი სისხლი აქვს, ჩვეულებრივ მეტალის გემო ახასიათებს. და ეს არ არის ის, რასაც ვეძებთ. ჩვენ გვინდა რაღაც სუფთა, ახალი და ისეთი, რაც კარგი სამიზნე იქნება.
უჰუ! ეს სრული სიგიჟე იყო თქვენს ნახეთ, საათობით ვცურავდი და ყველაფერს ვესროდი. მაგრამ ბოლოს ორი პატარა თევზი დავიჭირეთ. ისინი დიდები არ არიან, მაგრამ ძალიან გემრიელები არიან. ამას ციხვა თევზა ქვია. ავსტრალიაში ასეთი გამოთქმა გვაქვს, თუ წითელია მკვდარია, იმიტომ რომ ყველაფერი წითელი ძალიან გემრიელია და ამ თევზს ყველაზე უცნაური თვალი აქვს მთელ დედამიწაზე. ისინი მღვიმეებში ცხოვრობენ და სინათლეს აღიქვამენ. სწორედ ამიტომ აქვთ ასეთი დიდი თვალი და ასე იკვებებიან. აქ კიდევ ეს იარაღი გვაქვს, ბიჭებო და შეხედეთ ამ არსების პირს, პირდაპირ წინ იწევა. ხუმრობთ? ერთადერთი, ვისაც უფრო დიდი ტუჩები ვნახე. რამდენიმე გოგოა ღამის გასვლაზე. გეუბნებით ამას, მაგრამ ეს არსება ალბათ გემრიელია. ბიჭებო, გაიგეთ ვეშაპების ხმა გარეთ. გაგიჟებულები იყვნენ. როცა წყლის ქვეშ ვიყავი, ვისმენდი როგორ მღეროდნენ. დაუჯერებელი იყო. აქ მხოლოდ ორი პატარა თევზი გვაქვს, მაგრამ ეს იდეალურია. ბიჭებო, ამ კუნძულებზე ბევრი ადგილობრივი დიდ თევზს არ იჭერს. ისინი ესეთ პატარა თევზებს იჭერენ და მათ კერძებში იყენებენ, ასე რომ ეს იდეალური იქნება. ეხლა ადგილობრივ ბიჭებთან შევხვდებით და ისინი მაჩვენებენ, როგორ გავწმინდო ეს და როგორ მოამზადო ერთი ეპიკური კერძი. აქ, წყნარი ოკეანის კუნძულებზე, ჩემგვერდით ადგილობრივი ბიჭია, ენდრიუ. ის მაჩვენებს, როგორ გავწმინდოთ ეს თევზები და შემდეგ როგორ მოვამზადოთ, სამოას სტილში. ეი, ძმაო, კვარტს კი სჭირდება. უბრალოდ ხელით აცილებს ქერცლებს ამ თევზს. როგორ არ იჭრითავს ამ დროს? მან უბრალოდ ამ თევზს მოჭრა გახანგრძლივებული პირი. ეხლა კი ყველა ფარფლს აჭრის. მან ყველა ქეცლი მოაცილა, კუდი დატოვა, ყველა ფარფლი მოჭრილია, გარდა ამ ორი პატარა გვერდითას და ეს თითქმის მთლიანად ხორცია.
ჰეი, სწრაფად გავასუფთავებ ამ პატარა თევზს. ამაზე ბევრი ხორცი არ არის. ჰეი, ძმაო, ერთ-ორ ლუკმას გაჩვენებ. აქ სანაპიროზე კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი გვაქვს, თევზს ავიტანთ და მოვამზადებთ. ის უბრალოდ შიგნეულს აშორებს. ეხლა ვაპირებდი მეთქვა, ნახვამდის ზღვის კიტრო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი კიტრია. აქვე ლაიმს ჭრის. ლაიმის ტრენი. მარილი ბიჭებისთვის. უბრალოდ დაჭერილი, ეს პატარა ნაჭრება დაქვე, ჩაყარე, ხო? და მე რას ვაკეთებთ? ველოდებით. გამარჯობა. ჩვენ ასე ვჭამთ. უმად. ხო, ძმაო, ეს ცხოვრებაში პირველად ვაკეთებ. ერთი იმ ქოქოსებიდან ავიღეთ, რომლებიც ცოტა ადრე სანაპიროზე შევაგროვეთ. ოკ, ასე ეძახიან აქ. კარგი, მაჩვენე როგორ ჭამთ ამას. ხო, და მე რას ვაკეთებთ? დავხეხოთ. მაგრამ ეს კარგია, ქოქოსის და ლაიმის საშიმის გავს, ძალიან გემრიელია. ამასაც ვამ? აი, რატო ვაკეთებთ ამას ბიჭებო კუნძულებზე? პირველი დღეა. გვაქვს ოკა ადგილობრივ ბიჭებთან ერთად. ეხლა ამას დავაგემოვნებთ და ხვალ ახალი დღისთვის შევხვდებით. შეხვედრამდე ბიჭებო, დაგიმარჯოს ძმაო. დიდამშვიდობისა ბიჭებო, ეხლა მეორე დღეა და ჯუნგლების კიდეზე ვართ. ჩვენთან დანები გვაქვს, ამბიკებს კი იარაღები აქვთ. ეხლა ამ ჯუნგლებში უნდა შევიდეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ცხოველი დავიჭიროთ. თუ ამ ცხოველს დავიჭერთ და მოვამზადებთ, არ ვიცი რა მოხდება. ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. ჯუნგლებში შევდივართ, ნადირობა იწყება. წავედით. ბიჭებს გავყვები. ამ ბიჭები ალბათ ძალიან სწრაფად გაივლიან აქ-ნაკ. როცა ჯუნგლებში მივდივართ, ჩუმად უნდა ვიყოთ. თუ ამ ცხოველებს ნახავთ და მე როგორც სირენა გამიგონებენ, შეშინდებიან. შეხედე ამას. აქ ქვემოთ ოკეანეა, ეს ყველაფერი კირქვაა. არ ვიცი, რას უნდა ველოდო აქ. ჯუნგლებში ღამურებზე არასდროს მინადირია. ეხლა ბიჭები პირდაპირ დავკარგე. ისინი შორს არიან წინ. ძალიან ფარულად მოძრაობენ ბიჭებებო. საკმაოდ საეჭვო ბილიკია ამ ჯუნგლებში აქვე. გამურები სინამდვილეში ხეებზე თავდაკირა კიდია. ბიჭები იარაღს იყენებენ და ჩვენ ნელა მივდივართ ჯუნგლებში. იმედია ერთ-ერთ ამ ცხოველს ვიპოვით. გავაგრძელებთ სიარულს ბიჭებო, მაგრამ ხმა უნდა დავიწიო, თორემ ყველა ცხოველს დავაფრთხობთ. წავედით. ეხლა ხეებში იყურებიან. მანიშნეს რომ რაღაც დაინახეს. წავედით. ერთ ვიპოვეთ. ბიჭებო, ეხლა ხან ერთ ხეებში დავინახეთ ზევით. მას იარაღი ამოღებული აქვს. ვაპირებთ გასროლას. Paparazzi. კი. კარგი ბიკებო, როგორც ჩანს, საუდარი ახლოვდება. რამდენიმე საათი აქ დავდივართ და ოფოლში ვიწურები კაცო. ალბათ ცოტა დრო დაგვრჩა, სანამ ნადირობას შეწყვეტენ. ეხლა ან არასდროსაა. გავაგრძელებთ მოძრაობას და ვიმედოვნებთ, რომ ვიპოვით. კარგი ბიჭებო, ვიპოვეთ ერთი. სად არის? სად? აქა, მაღლა ხეებში ბიჭებო. მაღლა ხეებშია. ყავს ერთი. ჩვენი გახდა ბიკებო, ჩვენი გახდა. ეს გიჟური იყო კაცო. დაიცადეთ, სანამ ამ ცხოველს ნახავთ ბიჭებო. ხო. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ნახეთ აიქ რა, ამას ჭამ ძმაო. ხო, წავიდეთ. ეს რა არის? ხამურა? ხო.
ეს არის ღამურა. ჯუნგლებში დავრბოდით და ბოლოს ერთ-ერთი ასეთი გიჟური ცხოველი დავიჭირეთ. რამდენი ხანია რაც ამაზე ნადირობ? ბავშვობიდანვე. ხო, ბავშვობიდანვე. კარგი. და თქვენთვის როგორი გემო აქვს ამ ცხოველებს? ანუ რატომ გიყვართ მათი ჭამა და მსგავსი რაღაცები? დემოვორის ხორცს გავს. ღორი? ხო, ღორის ხორცი. კარგი. ეხლა როგორც ხედავთ, ისინი იარაღებს იყენებენ ამ არსებების მოსაკლავად, ბიჭებო. ადრე კი ქვებს ისროდნენ ხეებში ამ არსებებზე. საოცარია. ეს მამრია თუ მდედრი? ეს მამრია. ეს მამრი იყო. ხო, მასაც ჩემნაირად აქვს ჩამოკიდებული. არც ისე შტამბეჭდავია. აქ მართლა სიგიჟეა. ჩვენ ამ ცხოველს შევჭამთ. ეს ბიჭები მაჩვენებენ, როგორ აკეთებენ ამას ჯუნგლებში. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ვეღარ ვითმენ. არ ვიცი რა გემოექნება ამას. ბიჭებო, თუ ამას შევჭამ, ცუდად ხომ არ გავხდები? არა. ეს ბიჭები აქ ალბათ სხვა ყაიდის ხალხია. თითქმის დარწმუნებული ვარ, ასე დაიწყო კორონავირუსი. ოი. შეიძლება შემდეგი ვირუსი ჩვენ მივიღოთ, ბიჭებო. მაგრამ საჭმელი მაინც მოვიპოვეთ. კორონა ვისაც უნდა. კარგი, შენ გამოყვები ძმაო. წავედით. ახლა გამოვედით ჯუნგლებიდან. ბოლო რამდენიმე საათია მოგზაურობთ. ბოლოს და ბოლოს ისევ სანაპიროზე გამოვედით. კაცო, ვიწურები ოფლში, ახლოდან გაჩვენებთ ამ ღამურას. ამ ცხოველის არც ერთი ნაწილი არ დაიკარგება, ბიჭებო, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ცხოველია საერთოდ. ეს არსება ერთადერთი მფრინავი, ძუძუმწოვარია დედამიწაზე. საათში 1000-ზე მეტ კოღოს ჭამენ. სწორედ ამით იკვებებიან. მწერები, ბუზები, ყველაფერი ჯუნგლებში. და ყველაფერი, რასაც ისინი გამოყოფენ, სინამდვილეში სასუქია და ეხმარება ჩვენს გარშემო არსებულ ჯუნგლებს ზრდაში. ასე რომ, ეს ცხოველები ძალიან მნიშვნელოვანია ეკოსისტემისთვის. ამ ღამურებს სინამდვილეში ეს აქვთ, რაც ხელებია, ბიჭებო, და სწორედ ამით ეკიდებიან ხეზე. აი ასე. შეხედეთ იმ რაღაცას იქ. უბრალოდ სწორად არ გამოიყურება. ეს რაღაც უბრალოდ ყარს. ძალიან მძაფრი სუნია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ვაპირებთ ამ რაღაცის ჭამას, რაღაცას ესეთი ფეხებით არ ვიცი საერთოდ უნდა იჭმეოდეს თუ არა. როგორც ჩანს, ხორცი ძირითადად აქ, ტანშია და ეს ფრთები, ყველაზე უცნაური ტექსტურაა, რაც კი მინახავს, თითქმის გავს რაშგარს, რასაც სერფინგისთვის ვიყენებთ. შეხედე მის ყველა ძარღვებს და ყველაფერს აქ. ეს საოცარია, კაცო. იცით რომ საკმაოდ უცნაური რაღაცები მიჭამია, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე გიჟური რამ იქნება, რაც ოდესმე მიჭამია. მიჭამია. თუ ეს ცუდად არ გამხდის, სოფლიოში ვერაფერი გამხდის ცუდად. ის უბრალოდ ღვთის გვერდით იჭერს. ის უკან ეკაჩება. შეხედე ამას, ის პირდაპირ ფეხებიდან აძრობს. უი, რა ჯანდაბა. შეხედეთ ამას. რომ შეგეძლოთ ახლა ეს სუნი იგრძნოთ. ამას თავისი განსაკუთრებული სუნი აქვს. უი, ეს ბიჭებისთვის პირდაპირ მსუბუქი საქმე იყო. მან თითქმის 1 წუთში გაატყავა. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გიჟური რამაა საერთოდ. შეხედეთ ამას. ღმერთო ჩემო, თითქმის უცხო პლანეტელს გავს. უყურეთ. შეხედეთ მის კბილებს აქვე. ვაუ. ეს მისი ბეტრია მთლიანად. ხედავთ, ეს ცხოველიდან ჩამოვარდა. და აი იქ არის მისი სხეული. გემო ღორისას გავს, თუ ქათმისას. შენანთვისე სეფინი. აქვე ამ სანაპიროზე ცეცხლს დავანთებთ. ეს ბიკები მაჩვენებენ როგორ ამზადებენ აქ კუნძულზე ბარბეკიუს სტილში. აი ასე გამოიყურება შენი უმუშევარი ძმაკაცი სამშაბათს. ასე რომ ღამურას აქვე დავაწვინეთ. ეხლა ამ კოცონის ორმოს ავაშენებთ. აქ მთელი გროვა, მშრალი ქოქოსი შევაგროვეთ. ეხლა ბიკებო, მე ვკითხე მონადირეებს, რამდენად ხშირად ჭამენ ღამურას და მითხრეს რომ ყოველ კვირას მართლაც გადიან და ამ ცხოველებს იჭერენ. ასე რომ, ეს გიჟურია ძმაო. ისინი ყოველ კვირას ღამურას ჭამენ. ვნახოთ, ჩემი იმუნური სისტემა როგორ იმუშავებს ერთი ჭამის შემდეგ. თუ მოვბდი, მიზეზი თქვენ იცით. იმიტომ რომ მე ღამურას შევჭამე წყნარი ოკეანის ერთ შემთხვევით კუნძულზე. ხო. კარგი ძმაო, ჩვენ ამას ორივე მხარეს დავაყენებთ. დარწმუნდი რომ ესენი არსად წავა, ის უბრალოდ ამ ხის ნაჭერს ასუფთავებს, ქერქს აცილებს. ეხლა უბრალოდ ბოლოებს დაამწვეტებს. ეს კი მისცემს საშუალებას, რომ უკან გაატაროს. ეხლა ცეცხლის დანთებას ვაპირებთ. შეხედე ამ ბიჭს, თითქმის ცეცხლი წაუკიდეთ. ის იმ ყველა ქოქოსის ქვეშ იყო. ჰეი, ამ ბიჭს აქედან გავიყვანთ. გაეთრიე აქედან. დროა ამ სანაპიროზე ცეცხლი დავანთოთ და ეს ღამურა საჭმელად მოვამზადოთ. არ მაქვს წარმოდგენა როგორი გემო ექნება ამ რაღაცას. წავედით ძმაო.
არ მჯერა რომ 20 წუთის წინ ჯუნგლებში დავდიოდით და ეხლა ღამურა გვაქვს, რომელიც პირდაპირ ცეცხლზე უნდა შევწვათ. ის გვაჩვენებს როგორ უნდა გავასუფთავოთ ეს ღამურა. ის პირდაპირ პირში ატარებს მას. ჩვენ ბოლომდე გავატარებთ მას. უკვე ამოიღე მისი შიგნეული. არა, შიგნეულს დავტოვებთ. კარგი, შიგნეულს დავტოვებთ. არ ვიცი, რამდენად სწორია ეს. ძმაო, ხომ იცი ღამურა იყო ის ნამაც კორონავირუსი გამოიწვია. შეხედე ამას. ეს სიგიჟეა ძმაო. ჩვენ ახლა ამას ვაპირებთ ჭამას. ეს რაღაც ისე გამოიყურება, როგორც ჩემი მეგობრები შაბათ-კვირას სახლში წაიყვანდნენ. მართლა ასეა მოხარშული. კარგი, ეხლა ცეცხლი გიზგიზებს. მიდი ჩააგდე, კომენტარებში იხარშება. ჩვენ ღამურას პირდაპირ ცეცხლზე ვდებთ. ის ახლა ყველა ფრთასა და ბჭყალს აწყობს. ეს სიგიჟეა ძმაო. რა? კარგი, ცეცხლზე დაადე. არა, ეს სიგიჟეა. ეი, ღმერთო ჩემო. იგი პირდაპირ ეხლა იხვევა, ბიჭებო. ღმერთო ჩემო. ასე რომ, ჩვეულებრივად არ ნერვიულობ რაღაცების ჭამაზე, მაგრამ ეს ეხლა მართლა გამონცდის. ვფიქრობ, ნამდვილად მინდა, თუ არა ამის ჭამა. სინამდვილეში თუ ავად გავხდები, ალბათ ყველაფერი დასრულებულია ჩემთვის. ეს ბიჭები, ზოგჯერ უბრალოდ სხვანაირად არიან მოწყობილები კუჭით. თქვენ იცით, რომ ადრე უცნაური რაღაცები მიჭამია, მაგრამ არასდროს მიჭამია ცხოველი, რომელიც პირდაპირ ღამით ცხოვრობს და კოღოებით იკვებება. უბრალოდ სწორად არ ჟღერს ძმაო. რას ვაპირებთ ამასთან ძმაო? გსურს კარგად შემწვარი იყოს, თუ ცოტა უმიგვირჩევნია. როგორ ვაპირებთ მის ჭამას? უნდა მოვამზადოთ. კარგად მოვამზადოთ. ხო, კარგად მოვამზადოთ. ხორცში ბაქტერიებია და ეგეთები. ხო, კარგი. სრულად დავწვავთ და ეს მიხარია, რადგან ეს ნიშნავს, რომ სუპერვირუსს არა ვიკიდებ. კიდევ შეშას დავამატებთ. უნდა დავწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი კარგად არის მოხარშული. ეხლა ღამურა გადავაბრუნე და პირდაპირ ცეცხლზე სისხლი წვეთავს. წითელი სისხლია და მასზე ხორციცაა. ძალიან უცნაურად გამოიყურება. ალბათ უკვე 20-30 წუთია ვამზადებთ ამას. ვცდილობთ, რომ ყველა ბაქტერია მოვაშოროთ. ჯერ კიდევ სისხლი წვეთავს, მაგრამ მგონი იმიტომ, რომ შიგნით ორგანოები ჯერ კიდევ აქვს. მაგრამ თქვი, რომ თქვენ ასე აკეთებთ, ბიჭებო. მზად არის? ხო. ჩვენ ვაპირებთ წყლის ნაპირზე. ეს რაღაცა ვცადოთ, მოდი დავხნოსოთ. სუნი უცნაურია, ძალიან უცნაური. მაჩვენე როგორ აპირებ ამ რაღაცის დაჭრას, ძმაო. შეხედე ამ რაღაცას. ვაუ, საკმაოდ მუქი ხორცია, ჰეი. არ ვიცი ეს რას დამმართებს ბიკებო, მაგრამ ეს აქ გვაქვს. მოდი ვცადოთ ძმაო. წავედით. უცნაური გემო აქვს. თითქოს ქათმისა და ღორის ნაზავია. ღორი, ხო? მაგრამ მერე თითქოს ჯუნგლის გემოც დაჰკრავს. ეს ისეთი უცნაურია, თითქოს ეს ბოლო ვიდეოა, რომელსაც ოდესმე გადავიღებ. თქვენ იცით რატო? დიდი მადლობა ძმაო, რომ შენი ხერხები მაჩვენე ამ კუნძულზე. მე მივდივარ. შევხვდებით შემდეგ გიჟურ ვიდეოში. არ დაგავიწყდეთ ლაიქი და გამოწერა. უჰუ!